ეს უდავ მხოლოდ გოგოებისთვისაც რომ ბიჭებო გთხოვთ, დაგტოვეთ, ასხორეთ. მოკლედ გოგოებო თუ გყავთ ქმარი, პარტნიორი, შეყვარებული ბიჭი, რომელიც მოგწონთ და ხვდებით ხოლმე, მათ შეგიძლიათ რომ ნებისმიერ რაღაც გააკეთებინოთ. ნუ რა ვეხა 50 წელს თუ არ არიან გადაცილებულები, წეს თუმა იმუშაოს და რაც უფრო ახალგაზრდები არიან, მით უფრო უკეთ იმუშავებს. და ტრიუკი მდგომარეობს შემდეგში. აი სიტყვაზე მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ცეირნოთ და უცებ მაღაზიაში მოგიდათ რომ რაღაც სნექი ან სასმელი იყიდოთ. რა თქმა უნდა ბიჭმა უნდა გიყიდოთ, მაგრამ მაღაზიაში ხომ შეხვიდეთ. რასაკეთებთ? ეუბნებით რომ მოდი აბა მაღაზიაში ვინ შეასწრებს შესვლას. 3, 2, 1 და 3-დან 1-მდე ითვლით და იწყებთ გაქცევას. ორი რაღაც შეიძლება მოხდეს. ბიჭი სწრაფად გადახარშობს ყველაფერს და თქვენამდე დაიწყებს სირბილს და რა თქმა უნდა შეგასწრებთ მაღაზიაში, ან მეორე. ვერ გადახარშავს მალე, მაგრამ თქვენ რო დაგინახავთ რომ ერთის მერე გარბი ხართ, უეჭველად გაგასწრებთ და მაინც შეგასწრებთ შესვლას. 3 ნაბიჯის მერე შეგიძლიათ გაჭერდეთ და უყუროთ ერთ თქვენი პარტნიორი როგორ თავქუდ მოგლეჯილი გარბის მაღაზიის შესვლისკენო თქვენი სნექები და სასმელები გიყიდონ. და ამ ტრიუკის სილამაზე იმაში მდგომარეობს, რომ ეს ტრიუკი ნებისმიერ სხვა არეალში შეგიძლიათ გადმოიტანოთ. აი მაგალითად აბა ვინ დაკეცავს ტანსაცმელს ყველაზე ჩქარ, რომელიც გარეცხილია უკვე ერთი კვირაა და ოთახში დევს. 3, 2, 1. ხო მივხვდით. ძალიან დიდი ხონა მექნება რომ ამას ვცდით, მე დაბრუნდით ამ ვიდეოს და დააკომენტაროთ რამდენად კარგად იმუშავა და თუ უკვე იყენებთ და სტაჟიანი ქალბატონი ბრძანდებით, სხვა გოგოებსაც გაუზიაროთ რამდენად კარგად მუშაობს ეს ტრიუკი. არაფერს.